დონილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება. საკანონმდებლო პროექტის დეტალები დეპუტატებს ლტოლვითა და განსახლების მინისტრმა უკვე გააცნო. იწყებებით გადაადგმებულ პირთა შესახებ კანონში შესატანით ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მოისმინა. ცვლილებების პროექტის მიხედვით სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფდევნილებს მხოლოდ სოციალური დახმარება მიეცემათ, შემწეობას კი ისინი ვეღარ მიიღებენ. საპარლამენტო უმცირესობა ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება. ნაციონალური მოძრაობის წევრები კანონპროექტის ძირითად ნაწილს მხარს უჭერენ და იმედოვნებენ, რომ უმრავლესობასთან სადაო საკითხზე შეთანხმება შეძლებენ. დონილთა შემწეობა გაიზარდა 45 ლარამდე. კანონი ძალაში შევა 2014 წლის 1 მარტიდან და ამის შემდეგ უკვე დევნილები მიიღებენ გაზრდილ შემწეობას და ეს კანონი დაიცავს მათ. ამის პარალელურად მე მინდა აღვნიშნო, რომ მუშაობა, საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება ამ კანონის კიდევ უფრო სრულყოფისა და დახვეწისათვის.